სოფლის მეურნეობის ministrმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ კახეთის გუბერნატორთან რეგიონის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელებთან, გამგებლებთან, საგრებულოს თავმჯდომარეებსა და სოფლების რწმუნებულებთან შეხვედრა გამართეს და მრთველი 2014-ის მოსამზადებელ სამუშაოებსა და დაგეგმილ პროგრამებზე იმსჯელეს. ოთარ დანელიას თქმით, თეთრი და წითელი ღვინის სუბსიდირება წელსაც მოხდება. მიმდინარე წლის რთველი სეზონზე ყურძნის მოსავლის სავარაუდო რაოდენობა 126,000 ტონამდე იქნება, სადაც 96,000 ტონა რქაწითელი და 30,000 ტონა საფერავია. ბაზრის მოთხოვნა მიწოდების ანალიზიდან გამომდინარე წელს სუბსიდიამ შარჩენდილთან შედარებით რქაწითელზე უმნიშვნელოდ დაიწია და 35 თეთრს შეადგენს, ხოლო გადაჭარბებული მოთხოვნის გამო 1 კილოგრამ საფერავზე 15 თეთრს. მოგესალმებით, იქნება შტაბები, უკვე გამოსაჭრა ცხელი ხაზი, საკონტაქტო პირები. ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ხაზი გავუშვათ იმას, რომ სახელმწიფო საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა სუბსიდირება გააგრძელოს მიმდინარე წლის რთველზე. იმ შემთხვევაში თუ გადაეხდიან ლარს, თეთრზე იქნება 15 თეთრი. ეს კიდევ ერთხელ უკეთდება იმისთვის, რომ წახამის და სახთიშვილი დარგი განვითარდეს და შემდეგ უკვე დამოუკიდებლად გააგრძელოს ეს საკითხი. ჩვენი ამოცანა როდესაც ჩაიარეს შაშადებთან შედარებით როგორც იცით, ფასი არათუ დაიკლებს, არამედ მინიმუმ იგივე იქნება, რაც იყო შარშან და წელს უფრო ველოდებით, უფრო მაღალია მოთხოვნა, იმიტომ რომ სახელმწიფომ შეძლო ყველა იმ ბაზრის გახსნა, სადაც ჩვენს ფერმერებს, ჩვენს მეწარმეებს შეუძლიათ ჩვენივე ნაწარმოების პროდუქცია გაიტანონ და მოახდინონ იმ ფასებში რეალიზაცია, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ ყველა გლეხის ოჯახში მაქსიმალური დოვლათის შეტანა.